სოფელი რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო, საქართველო. სოფელი საბერიო, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი, საქართველო. ორ სოფელს მდინარე ენგურზე გადებული ხიდი აკავშირებს. შესაბამისად აკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან შესახვედრად მხოლოდ 6 წუთი სჭირდებათ. დროდამანძილი ახლა პირობითია, რადგან მალთუხლართებით გაყოფილ ხიდს იქით იმ მცირეწლოვნების სამგლოვიარო პროცესია, რომლებიც უბედურ შემთხვევას შეეძერნენ. ხუთივე ბავშვი დაიწვა. ცეცხლი ხო არ ვიცი როგორ მოხდა, ნავთი ჩაასხეს თუ ბენზინი მართლა არ ვიცი. ხუთი მცირეწლოვნის დაღუპვა მთელი საქართველო და განსაკუთრებით ის ადამიანების შეძრა, ვინც ჭოლარიების ოჯახის პატარა წევრებს ყველაზე უკეთ იცნობდა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 გოგონას სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ყველაზე დიდი 7 წლის, ყველაზე პატარა კი 8 თვის იყო. ხუთივეა გარდაცვლილი. როგორ მოხდა ეს არ ვიცით ჩვენ დაგვირეკეს რომ ცეცხლი აიკიდა ბენზინსა. დაიღუპნენ ორი ხუთივე ბავშვი. მეორე კლასელია 8 წლის და შემდეგ დანარჩენი. ყველაზე პატარა უმცროსი 1 წლის. ძლიერ ხანძარს მხოლოდ დაღუპული ბავშვების ბებია გადაურჩა, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან შვილეშვილების გამოყვანას ცდილობდა და შველას ითხოვდა. ის იყო ერთადერთი, ვინც ხანძრის გაჩენის დროს პატარა გოგოებთან ერთად იმყოფებოდა, რადგან დედა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მამა კი მის სანახავად იყო წასული. დევნილთა დასახლებაა და იქ ცხოვრობდნენ. სკოლაშიც იქ სწავლობდნენ. მეორე კლასშია უფროსი და პირველში იყო მეორე. მაგრამ დატოვეს მართლა ისეთი სიყვარული დატოვეს ამ ბავშვებმა, არ ვიცი. მოჭირჭიკე მერცხლები. ეზოს. საშინელება არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი. დროებით ოკუპირებული გალის რაიონში დღეს დაკრძალეს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 მცირეწლოვანი. დაკრძალვის ცერემონიისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურზე გადასასვლელად სპეციალური საშვები დაუშვა. ენგურს გაღმა მცხოვრები ჭოლარიების ოჯახი სამძიმარს მთელი საქართველოდან იღებდა. ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობდნენ. აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლაში პირველი კლასელი ანა მარიას და მეორე კლასელი ემილიას მერხებზე მათი ფოტოები და ყვავილები მიიტანეს. ემილია იყო ჩემი მოსწავლე, მეორე კლასელი, ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, სულ აქეთ გვეხუტებოდა ყველას. ძალიან მეორე იყო პირველი კლასელი კიდე და დღეს სკოლაში 5 ამოწყობილი ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები პატივს მიაგებენ და ეზოში ჩასახლებაა დევნილების და ყველა მეზობლები და ვინც აქეთ ვერ გადმოდის, იქ მიაგებენ პატივს. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.